ერთ საინტერესო პონიც ყავს. გაჩვენებთ თუ რაზე უმუშაობთ კიდევ და აქამდე ეს არ გამიკეთებია. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს. ჩვენს ბრონკოსთან ვარ. ეხლა სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უკვე ცოტა უფრო დამუშავებულია ვიდრე იყო. ეხლა კიდევ უფრო წინ მიდის საქმე და დაახლოებით 5-6 დღეში იქნება მზად იმისთვის რომ შეიღებოს. და როგორც კი შეიღებება, აქ ვარ ისევ ჩაგერთვებით გაჩვენებთ ყველაფერს. მე თვითონ ძალიან ველოდები ამ მანქანას, იმიტომ რომ დაზუსტან პოლია ესეთი მანქანა და ეს კონკრეტულად ხომ მით უმეტეს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი მანქანა არის. უფრო დეტალურად შევისწავლე ამ ყველაფერს, თან გაჩვენებთ. არხიც გამოიწერეთ, თუ არ გამოტოვოთ არც შემდეგი ნაწილები და არც ამ მანქანის მიმოხილვა. მოვედი ბრონკოსთან. ეხლა არის მზად იმისთვის, რომ შესაღებად შეიყვანონ. ეხლავე გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება აქაურობა. აი, ასეთი შედეგი გვაქვს. თან მთლიანად არის მზად იმისთვის, რომ შეიღებოთ. აქ ნაკერებში, როგორც გახსოვთ, იყო გაჭრილი. აი, აქეთ ახაზზე და აქეთ შესაბამისად ყველაფერი მთლიანად არის დამუშავებული და მალე შეიღებება ეს მანქანა. საბარგულიც აი ასე გამოიყურება. კანტიც საკმაოდ კარგად გამოვიდა და კმაყოფილი ვარ ყველაფრით. რო არ იცოდე, ვერც მიხვდები, რომ ეს ანაღდგენია და განაკეთებული. შესაბამისად, მეც კმაყოფილი ვარ, მიხარია, რომ ესეთ შედეგზე გავდივართ. ამ მანქანაზეც საკმაოდ კარგი ვიდეო უნდა გამოვიდეს წესით, მიმოხილვას აუცილებლად გადავიღებ. მიმოხილვის გარეშე ამ მანქანას არ გავუშვებ, იმიტომ რომ ეს შესაძლებლობები ხშირად არ არის ხოლმე. ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც ჩამოიყვანა ეს ბრონკო სპორტი, ბევრმა ჩამოიყვანა კი, მაგრამ კლად ბევრი არ დადის ჯერ საქართველოში და რატომაც არ გაჩვენოთ და ჩემი აზრით რატომაც არ დავაფიქსირებ. თქვენ კიდე შეგახსენებთ, რომ აქ გამოიწეროთ დალაიქოთ ვიდეო და დაველოდოთ ამ მანქანის შედეგებს. რა ზადებს აბა და როგორი იქნება შეღებილი, აწყობილი, მეც ძალიან მაინტერესებს და ძალიან მიხარია, რომ ასეთ შედეგზე გავდივარ. სხვათა შორის ეს მანქანა იმიტომ მომეწონა და იმდენჯერ ვახსენე რომ მომეწონა თქო მოგიყვებით ამ მანქანის ყიდვის ისტორიას. აუქციონზე სანამ მანქანას ვიყიდით, აუცილებელია რომ შევამოწმოთ გარბენი, ფერი, კომპლექტაცია მოგწონს თუ არა, რამდენ წამყვანზეა მანქანა, რა ძრავზეა, ჩემი ისტორიები ვისაც გახსოვთ Jeep Renegade-თან. პლუს ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა ისტორია. ჩვენი Ford Bronco-s ისტორიაც გამონაკლისი არ არის. ვიყენებ car verticals ამ მანქანების ისტორიის შესამოწმებლად. აი ეს რეპორტებში შევდივართ. ვწერთ ვინკოდს ჩვენი მანქანის და აი ასე გამოიყურება ახლა აქაურობა. აქ შეგვიძლია ვნახოთ გარბენის ისტორია თუ არა, შეგვიძლია ვნახოთ როგორ სტატუსზე იყო და როგორი დაზიანება ჰქონდა. ამ ყველაფერთან ერთად ფოტოებიც კი ჩანს ხოლმე მანქანების შესაბამისად შეგიძლიათ ზუსტად დაინახოთ თუ რა ჰქონდა დაზიანებული მანქანას, გატყუებენ თუ არა აუქციონზე ვიღაც დილერები და ასე შემდეგ. ფოტოში უყურებ რომ ვაიმე დიდი არაფერი არ ჭირს, მოდი ვიყიდი, ძალიან იაფად ყიდულობ, გიკვირს, მერე ჩამოგდის მანქანა და სრულად გადაჭეჭყილი იყო. მაგალითად გაჩვენებთ. მაგალითად აი ამ Toyota Supra-ზე არის, ესეც car vertical-ზე მოწმდება. სხვათა შორის car vertical-ზე შეგიძლიათ იყიდოთ შემოწმებები რამდენიმე. ერთი მანქანა დაგჭირდებათ რომ შემოწმოთ 2 ან 3, მაგის არჩევანიც გაქვთ. ჩემი პრომოკოდის გამოყენებით კიდევ 20% აკლდება მაგ თანხებს და ახლა დეტალებში მოგიყვებით თუ რა და როგორ მუშაობს. car vertical-ში შევდივართ, ყიდულობთ შემოწმებას, თუ მაგალითად მანქანის ისტორია სუფთაა, გიბრუნდებათ კრედიტის სახით ეგ რეპორტი და კიდევ ერთი მანქანის შემოწმება შეგიძლიათ. მაგრამ თუ მაგალითად ხსნით car verticals და აი ასე გამოიყურება თქვენი მანქანის წინა ფოტოები, რომელსაც ყიდულობთ, ან ჯერ არ გიყიდიათ, ჯობია რომ წინასწარ შემოწმოთ ხოლმე მანქანა, იმიტომ რომ მე როდესაც ფულს გადარიცხავთ და აი ასეთ ისტორიას დაინახავთ, მთლაც სასიამოვნო არ იქნება და ამას რატო გაჩვენებთ? ეს იყო ამ მანქანის დაზიანება და შემდგომ აუქციონზე გამოდის აი ასეთ ვიზუალში. დიდი არაფერი, ხო? ამას შეხედავთ და იტყვით რომ ვა, მცირე დაზიანება აქვს, ნუ კაი, პატარათი შევარდნილია, ვიყიდი, ავადგენ. ძალიან იაფად ყიდულობთ და მე როდესაც გაირკვევა რომ ამ მანქანას მთლად კარგი ისტორია არ აქვს, კარგი სიამოვნებათ, არც ფინანსურად, არც მორალურად და არც არანაირად მოკლედ. ჩემი პრომოკოდი გამონაცდება, ჩახვალთ ვიდეოს აღწერაში, იქაც შეგიძლიათ ნახოთ ეს პრომოკოდი, ან ლინკზე გადახვალთ და პირდაპირ გააქტიურებული იქნება პრომოკოდი. ჩემი პრომოკოდი არის DREAM, აი აქ გამოჩნდება და 20%-იან ფასდაკლებას შემოგთავაზებთ ამ მანქანების შემოწმებაზე. გამოგზავნოთ ჩვენი მანქანის აღდგენა. სულ რაღაც 1 თვეში და სადღაც 10 დღე მივცეთ. კაი, 10 დღეში მზად არის ჩვენი Ford Bronco, რომელიც არც ისე დაზიანებული ჩანდა, მაგრამ
მართლაც ცოტა საქმე არ მოგვიწია, საკმაოდ დიდი შრომა ჩავდეთ ამ მანქანაში და აი შედეგიც ცოტათი დაუმთავრებელი, მაგრამ მაინც შედეგით. აი ეს შუშა დაგვრჩა რომ დავაყენოთ და მორჩა. შუშა, კანტები, მაგრამ აი ასეთ შედეგზე ვართ, ეხლა არის აწყობილი მანქანა. სრულად არის მზად, ეს ჩვენი შტრიხია, სტოპები, ცოტათი განსხვავებული, რომელიც თან ანათებს, როდესაც ჩავრთავ მე გაჩვენებთ აუცილებლად ამ სილამაზეს შეხედეთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი მანქანა ჩემთვის, რომელიც ამ წლოვანების არის 2022 წლიანი მანქანა, ჯერ არ მყოლია და ეს არის პირველი. ეს არის ჩვენი Ford Bronco, რომელიც საკმაოდ მომეწონა. მართლა ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებით არის, ანუ რაღაც კაი ვაიბი აქვს რა, ესე თუ შეიძლება რო თქვა. თან ტარებაც მომწონს ამ მანქანის, სულ რაღაც 12000 მილი აქვს გარბენი, რაც საკმაოდ კარგია, მით უმეტეს 2022 წლის მანქანისთვის, ნუ ნორმალური გარბენი არის, კარგი გარბენია. ეხა ამასაც დავაყენებთ, ვეცდები რომ ულამაზესი მიმოხილვა გადავუღო ამ მანქანას, შემოგთავაზოთ ჩემს აზრიანად როგორი მანქანა არის, გაგაცნოთ უფრო დეტალურად როგორი მანქანა არის და რა მომეწონა ამ მანქანაში უშუალოდ. ასე რომ ამის მიმოხილვასაც დაელოდეთ, ჯერ არ დაგვისრულებია ეს პროექტი, ეგ ყველაფერი გრძელდება ჯერ სანამ არ ავაწყო ბოლომდე და აგე ჩვენი შუშაც აგდევს. ლოგოს დაყენება დაგვრჩა, ესეთი წვრილმანები როგორიც არის, მაგალითად Broncos წარწერა, აი ასე გამოიყურება ჩვენი სტოპები. საკმაოდ ლამაზი მანქანა გამოდგა, მიხარია რომ ესეთ შედეგზე ვართ, მიხარია რომ ნელ-ნელა დრო და დრო არხს პარტნიორები ემატება და ისეთი ბიჭები გავიცანი, რომლებიც პასუხისმგებლობიანად უდგებიან თავის საქმეს, ჯერჯერობით რეკლამას არაფერს და არავის არ უკეთებს, ჩემი აზრია, მაგრამ სამომავლოდ შესაძლებელია რომ პარტნიორობისკენაც გავიდეთ, რაც ძალიან მიხარია არხის ზრდასთან ერთად. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ უყურებთ ჩემს არხს, არხი გამოიწერეთ, შეგახსენებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტი მოდის ამის შემდეგ და აი ზუსტად ეხლავე გაჩვენებთ, არ გამორთოთ, არ გამოტოვოთ ერთსავე და იმავე კადრში ჩაჭრების გარეშე გაჩვენებთ თუ რაზე უმუშაობთ კიდევ და აქამდე ეს არ გამიკეთებია. აი აქვე ყავს Subaru Forester-ი, რომელიც იწყობა 2021 წლიანი. თლად დეტალურად არ გაჩვენებთ, მაგრამ დაელოდეთ ამ მანქანასაც, საკმაოდ საინტერესო ჩამოვიდა, აი ეს ყველა ნაწილი მისია და პლუს ერთ საინტერესო პონიც ყავს და ამის ვიდეოებსაც დაელოდეთ, ძალიან საინტერესო კონტენტს გიმზადებთ, არხი გამოიწერეთ და არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო. ჩვენი Broncos ამბებზე, ეხლა რადგან შუშა არ აყენია, მივდივართ და გერმეტიკი უნდა ვიყიდოთ. ზუსტად მაგაზე ვმოძრაობთ, გვინდა რომ ყველა დეტალი სწორად იყოს დაყენებული და ეხა ჩვენით აქედან წავიდეთ, დავაყენოთ სხვაგან, მოვიდეთ, მე ის კანტები რომ დააყენონ ბიჭებმა, აზრი არ აქვს, ბარემ აქვე დავაყენებთ ყველაფერს და ბარემ აქედან წავალთ უკვე პირდაპირ მზა მანქანით. ფოტოების გადასაღები მაქვს ამ მანქანაზე, ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო კონტენტი უნდა გადავიღო, სხვათა შორის წინა Renegade-ზე მიმოხილვა, როდესაც გადავიღე, კომენტარებში დამიწერეთ რომ რამე off-road-იც ნახევ და წარმოდგენა არ მაქვს, სად შემიძლია მივიდე ისე რომ ეხლა არც მანქანის ნახევარი დავტოვე, იმიტომ რომ დროშიც შეზღუდულები ვართ, ძალიან დიდ დროს ვუთმობ მანქანების აწყობას და რამე რომ დაუზიანდეს, კიდე მეორე წრეზე გასვლა საშინლად მეზარება და პლუს ძალიან დიდად შემიშლის ხელს. ხო და off-road-ს ვერ გვირდებით, მაგრამ ვეცდები რომ საინტერესოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც მინიმუმ ახალი მანქანა არის ჯერჯერობით და გაინტერესებთ დარწმუნებული ვარ. ეხლა კიდე წავედით და ჯერჯერობით დასასრულებელია ეგ მანქანა. სხვათა შორის ესაა ვიღეთ. მაგრამ აქ შეიძლება თქვენი რეკლამა ყოფილიყო, ან თქვენი სამშენებლო მაღაზიის, ან რა ვიცი, ძალიან ბევრი ნაწილი და რაღაცა მჭირდება ხოლმე, რომ ვეძებ და ვყიდულობ და იქნებ ვინმე დამიკავშირდეთ და რამე საინტერესო კოლაბორაცია გავაძროთ. სხვათა შორის იმ ყველაფრის გარდა, რაც უკვე გავაკეთეთ და მოვამზადეთ, კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს, რომელიც არის სავალში. ფშაში რომ მოხდა დარტყმა, სავარაუდოდ საბურავსაც მოხდა და ცოტათი წინ გაწია სავალი, ეხლავე გაჩვენებთ როგორ გამოიყურება და რაში გვაქვს პრობლემა. აი ასე გამოიყურება ჩვენი პრობლემა. ეს არის გამოსაწევი მთლიანად, რასაც მივხედავთ და რაზვალიც გაუწევდება ჩვეულებრივ. ხლადიძე არ არის წასული, მაგრამ დააკვირდებით, აი აქ არის ახლოს ვიდრე მეორე მხრიდან. აქ 3 თითი შედის, იქ 2. დაახლოებით 2 სანტიმეტრით ნაკლები არის იქ ადგილი.
ესე იგი მე სანამ ჩვენი Ford Mustang-ის, რომლის ვიდეოებიც მალე დაიდება და რის გამოც არხი უნდა გამოიწეროთ და დაელოდოთ, მაგამებს ვაგვარებდი და უჭირდაობდით იმაზე, რომ გადაგვერჩინა ესე ვთქვათ, ესე დავუტოვებ ინტრიგად. იმიტომ რომ საინტერესო ვიდეო მოდის და არ მინდა რომ ის შრომა წყალში ჩამივარდეს ეხა წინასწარ რო გითხრათ რა ხდება, უბრალოდ გამოიწერეთ არხი და ამიჯერეთ რომ საკმაოდ საინტერესო მანქანა ჩამომივიდა. მამამ პოლირებას მიხედა და აი ასე გამოიყურება ეხლა ჩვენი Ford Bronco. ახალი შეღებილია. უკვე მზად არის. რაღაცები დაგვრჩა, ანუ აქ მოვრჩით, უბრალოდ უნდა მივაწებოთ ხა აქ Bronco Sport წარწერა რაც არის. მაგას უნდა მივხედოთ და ნუ ეგ არის. ერთი აი გემრიელი მიმოხილვაც უნდა გადავიღოთ და ჩემი აზრით დაგიფიქსიროთ ამ მანქანაზე. ასე რომ არხი მაინც უნდა გამოიწეროთ, ეხლა თუ Ford Bronco-ები გაინტერესებთ, ან ცოტა უფრო დიდი მანქანები და Mustang-ები არა, მაინც მოგიწევთ არხი გამოწერა, იმიტომ რომ ვუყურებ და სტატისტიკაში მოკლედ უმეტესობა ვინც უყურებს ვიდეოს, გამოწერილი არა აქ არხი და რა ვიცი, თქვენთვის არაფერია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არხი უფრო ზევით ადის და შესაბამისად უფრო მეტ ხალხს აინტერესებს ეს არხი. ეხლა კიდე ჯერჯერობით არაფერი დავტოვებ ამ მანქანას აქ, დაველოდები სანამ მამა მიაწევებს ამ ყველაფერს, რაც დარჩა. და შემდგომ წავალთ და მივხედავთ ამ მანქანის მიმოხილვის გადაღებას. ეხლა კიდე მე მივდივარ Ford Mustang-ის გადაღებაზე და უნდა ვიჭიდაო კიდევ მის აღდგენაზე და გადარჩენაზე. ეს მანქანა უკვე გადავარჩინეთ და შემდეგის დროა. ჩვენი Bronco-s ისტორია ისევ გრძელდება, რაღაც პატარ-პატარა ნიუანსები გადარჩა, სავალს მივხედეთ. აქ სენსორი, რომელიც მე გამოვიწერე, მე მგონი არ მუშაობს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ დავაყენეთ, ეხა ჩექსანთებს გასწრების სენსორის. შეიძლება დაპროგრამება ჭირდებოდეს და ანუ ეგ პრობლემა აქტუალური გვაქვს. ეხა სად ვარ და რას ვაკეთებ აქ? აი ასე გამოიყურება ჩვენი Bronco. ამ ლოკაციაზე ვიღებ მიმოხილვას თქვენთვის. ეს პატარა ჩაჭყეტა იქნება ჩვენს მიმოხილვაში. დიდს აქ არაფერს არ მოვყვები, იმიტომ რომ მიმოხილვას აზრი აღარ ექნება. ასე რომ არხი გამოიწერეთ, დაელოდეთ ამ მანქანის მიმოხილვის ვიდეოს და ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. ეს ვიდეო ჯერ არ დამთავრებულა, უბრალოდ გაჩვენებთ, აი ასე გამოიყურება ახლა ჩვენი Bronco, აქ ფოტოები გადავუღე ლამაზად. საკმაოდ საინტერესო მანქანა გამოვიდა, სულ რაღაც 12000 მილი აქვს გარბენი, სტოპებიც ძალიან მომეწონა, როგორც მოუხდა, საკმაოდ კარგია. სტოპები დავაყენეთ, იგივე სტილში დავაყენეთ, აი აქ უკანეს შავი ფერის წითელი ნათებიანი რაღაც ამრეკლები. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა აქვს ამ მანქანას, როგორც არის აი ეს ფორკოპი თუ რაც ქვია, პლუს საბარგული ორ სექციად იხსნება, რაც საკმაოდ კომფორტულია და მაგ ყველაფერს მიმოხილვაში, მოგიყვებით თუ არ დავლეწე, სანამ მივედი მიმოხილვამდე. საკმაოდ საინტერესო მანქანა გამოდგა, მართლაც რომ აქ რაღაც პატარ-პატარა ფიშკებიც აქვს. აბა წავედი ხა ვიმუშაო მიმოხილვის გადაღებაზე. რაღაც ინფორმაციები ამოვიკითხე, მაქსიმალურად ვეცადე რომ მოვემზადო ამ მანქანის მიმოხილვისთვის, იმიტომ რომ საქართველოში, როგორც გითხარით, საქართველოს YouTube-ზე, ქართულენოვან YouTube-ზე ამ მანქანების მიმოხილვა არ არის და რატომაც არ შემოგთავაზოთ მე ჩემი პირველი აზრი. შეიძლება მთლად დეტალური მიმოხილვა არ იყოს, მაგრამ ჩემი აზრი საკმაოდ კარგია მანქანის მიმართ და უფრო დეტალურად იმ ვიდეოში ვისაუბრებთ. ეხლა კიდე გააგრძელეთ ამ ვიდეოს ყურება, არხი გამოიწერეთ, არ დაგავიწყდეთ და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მანქანის აღდგენას ჯერჯერობით. ჩვენი Bronco-s ამბები გრძელდება, ძალიან საინტერესო და ინფორმაციული მიმოხილვა უკვე გადავიღე და მზადების პროცესში არის პარალელურად. ეხლა ამ ვიდეოს რო უყურებთ, მე ვამზადებ იმ მეორე ვიდეოს, ასე რომ არხი გამოიწერეთ და არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო. ეხლა კიდევ ვაგრძელებთ და აქ თურმე ის ბლოკი მოკლედ, რომელიც გამოვწერე გასწრების სენსორს, რასაც ვეძახით, მაგათ უნდა დაპროგრამება, ანუ ვინ კოდი თუ არ წერია შიგნით, მანქანა ვერ ხედავს მაგას და ფიქრობს რომ არ აყენია, მასე ამიხსნა აშოტამ და ზუსტად აშოტასთან მივდივართ ეხლა. აშოტასთან კიდე ძალიან საინტერესო ამბები გელოდებათ, მოკლედ ეხლავე არ გადართოთ, უყურეთ, გააგრძელეთ ვიდეოს ყურება, მივალთ და ყველაფერს მოგიყვებით. აი ასე გამოიყურება ეს ჩეკი, პატარა მანქანები რო ახატია, სარკეში შეგიძლიათ დაინახოთ, ან არ შეგიძლიათ, რა ვიცი, მოკლედ სიტყვაზე მენდეთ blind spot-ები იქეთ ანათებს ხოლმე, როდესაც საჭირო არის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს გამორთულია, რადგან მანქანა ვერ აღიქვამს იმ ბლოკს, რომელიც გამოვიწერე. იმედია პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ უბრალოდ ვერ აღიქვავს და არა იმაში, რომ დაზიანებულია. რადგან ბამპერი უკვე აყენია და შესაბამისად თუ ვერ აღიქვავს, ესე მანქანის გაყიდვას აზრი არ აქვს. შესაბამისად მირჩევნია ამას მივხედო, საჭირო არის რომ მივხედო და დიდი იმედი მაქვს, რომ დაპროგრამება უშველის. აბა წავედით.
ესე იგი გამოიცანით სად ვარ? აშოტაძიასთან, ექიმთან მოვიყვანე მოკლედ მანქანა. მე როგორც გითხარით, ძალიან საინტერესო რაღაცას გიმზადებთ მე და აშოტა. არხი გამოიწერეთ, წინასწარ ვერ გეტყვით რა არის, მაგრამ გერმანულია. ხო გერმანულია? კი, გერმანულია. ნუ ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ, მაგრამ გერმანული ხო. ამ წარმოება. ცოტათი ელექტრო არის და ცოტათი ძვირი ღირს. აბა თქვენ დაელოდეთ და მოკლედ ძალიან საინტერესო მანქანა არის. ეგეთი დონის მანქანას მე პირადად არასდროს არ შევხები ვარ. არასდროს არ მყოლია, მით უმეტეს არ ჩამომიყვანია, ეს პირველი ჯერია, როდესაც ამ არხზე გამოჩნდება ეგეთი ტიპის და ეგეთი კლასის მანქანა, ასე რომ ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოტოვოთ და არხი გამოიწერეთ, ჯერ ამ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მე არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, ძალიან საინტერესო რაღაცებს გიმზადებთ, ესეთ სიმაღლეზე ჯერ არ ავსულ ვართ და მოკლედ საინტერესო პროექტი გელოდებათ. ესე იგი აშოტაძიამ უშველა ჩვენს Ford-ს და ნამდვილად პრობლემა იმაში იყო, რომ მოკლედ ეს რადგან დავაყენეთ, მანქანა ვერ აღიქვავდა, რადგან თავისი ვინ კოდი არ ეწერა შიგნით. ეხლა დავაპროგრამეთ, ეს მანქანა სრულად მზად არის. ეს პროექტი არის სრულად მზად იმისთვის, რომ წავიდეს და შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანოს. მადლობა, რომ ჩემს გზაზე ხართ, ჩემს საოცნებო მანქანამდე და უღრმესი მადლობა ყოველივე თქვენთაგანს. აი შენ რო უყურებ ეხლა, თუ არ გაქვს გამოწერილი არხი, ერთადერთი რითიც შეგიძლია რომ დამეხმარო ჩემი სამიზნე მანქანისკენ გზაში არის ჩასვლა და არხის გამოწერა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ აქამდე და ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ. უღრმესი მადლობა ყოველივე თქვენთაგანს. ამ პროექტს ამით დავასრულებ და გავაგზავნებთ გზას შემდეგი პროექტებისკენ. აბა წარმატებები.